მშვიდობისა მოკლედ დღის მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. დღის მთავარ გამოშვებაში მეცხრე არხის ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი შაშკინთან საცხოვრობს ყოფილი მინისტრი და ვისაბრალებს თავდაცვის სამინისტროში დატოვებულ 113 მილიონიან ვალს. შაშკინი ქვეყნიდან გაქცევის გამო არ გრძნობს არც მორალურ და არც პოლიტიკურ პასუხისგებლობას. 9 საათზე სახლი, სადაც დიმიტრი შაშკინი ცხოვრობს და რომელსაც მაღალი შემოსავლების გარეშე ვერ იქირავებ. რა ხდება სასჯელ აღსრულების სისტემაში? პატიმრები კვლავ ითხოვენ რუსთავის ციხის ახალი დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებას. პარალელურად კი მონიტორინგის ჯგუფს ეჭვი აქვს, რომ მსჯავრდებულები ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას. დღის მთავარ გამოშვებაში აბურჯანიას პასუხი პატიმრებს, ასევე 9 საათზე სოზარ სუბარის ერთ დღეში შეცვლილი პოზიცია გურამ კერესელიძეზე, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ სამედიცინო დეპარტამენტს აბარებდა. ყოფილი ხელისუფლების პრეტენზიები ახალ ხელისუფლებას აძლევს თუ არა ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას საბაბს, რომ საკადრო პოლიტიკა დაუწუნოს. 9 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ვინ არის ალეკო ტაბატაძე, რას უხსენებენ ვაკის პოლიციის ყოფილ უფროსს და რა პრეტენზიები აქვს ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ. დღის მთავარ გამოშვებაში შევარდნაძის მთავრობის ყოფილი წევრები შევარდნაძის მთავრობის ყოფილი წევრების წინააღმდეგ. სპეციალური პოსტი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისთვის. პრემიერ-მინისტრი მოსკოვის ურთიერთობებს სპეციალური წარმომადგენლების დონეზე სთავაზობს. 9 საათზე ბიზინა ივანიშვილის ინიციატივის შეფასებები მოახდენს თუ არა ზურაბ აბაშიძე გარღვევას ქართულ-რუსულ გართულებულ ურთიერთობებში და როგორ იქნება მოსკოვის პასუხი. ეს და დღის სხვა მთავარი ამბები ზუსტად 9 საათზე მეცხრე არხზე დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას დროებით.